მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ რა გაკეთდა მედიცინაში ბოლო 30 წელიწადში. შემხვდა რამდენიმე კომენტარი და ბევრი საუბრობს ხოლმე, რომ აი არაფერი არ შეცვლილა, ისევ არის დაავადებები, როგორც იყო, ადამიანები იღუპებიან ისევ და რა გააკეთა მედიცინამ და ასე. სინამდვილეში ძალიან ბევრი შეიცვალა და თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა შეიძლება ჩვენ ისე პატარა ჩვენი სიცოცხლის განმავლობაშიც კი ისე პატარა წლესთან გქონდეს შეხება, დაახლოებით 2000-3000 ადამიანის ისტორია იცოდე. თუ კვლევებს არ კითხულობ, ხო? და ეს 2000-3000 ადამიანი ისეთი პატარა წრეა, რომ მასზე დაყრდნობით, რომც გამოიტანო დასკვნა ბევრ შემთხვევაში შეიძლება იყოს მცდარი და დასკვნის გამოტანაც რამდენად სწორად მოხდა, ეგეც რამდენად სრულად გქონდათ ინფორმაცია იმ ადამიანზე, რომ რაღაც დასკვნა გააკეთეთ. ეგეც საკითხავია, შესაბამისად, საუკეთესო გამოსავალი ამ დროს არის, რომ აიღო მეტა-ანალიზები, გადახედო მილიონებში რა ხდება და მაგის მიხედვით გააკეთო დასკვნები. და აი ახლა გეტყვით მთავარ 10 ცოტა მეტ ამბავს, რაც ბოლო 30 წელში მოხდა და რაც თქვათ 30 წლის წინ უფრო წარმოუდგენლად ჩანდა და დიდი ცვლილება არის ეს მედიცინაში. მაგალითად, შიცი პრაქტიკულად გახდა განკურნებადი. პრაქტიკულად, შიცი, აივ ინფექციას გულისხმობ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, რომელიც იწვევს შიცს. ადამიანები აივ ინფექციით ცხოვრობენ პრაქტიკულად ჩვეულებრივ ვიდრე არა დაავადებული ადამიანები. ეს წარმოუდგენელი იყო 20-30 წლის წინ. წარმოუდგენელი იყო პირდაპირ გაგებით, იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივ იღუპებოდნენ ამ დაავადებისგან და ბევრ ცნობადი სახეც დაიღუპა და იკონიკურ დაავადებად მიიჩნეოდა აივ ინფექცია. ეხლა დღეს არის ანტივირუსული თერაპია, რომლის საშუალებითაც პრაქტიკულად დამარცხებულია ეს დაავადება. მალე მომავალში მოსალოდნელია ვაქცინაც, რომელიც საკმაოდ ეფექტური იქნება მაღალი ალბათობით და ეს დაავადება ბოლომდე იქნება განკურნებადი და დამარცხებული. ეს ერთი დიდი მედიცინის გამარჯვება. მეორე დიდი გამარჯვება არის ჰეპატიტი C-ს პრაქტიკულად დამარცხება აქაც. ჰეპატიტი C-ი იცით ალბათ და ბევრი ადამიანის ახლობელი დაიღუპა ღვიძლის დაშლით, ციროზით, ღვიძლის სიმსივნით და ძალიან დიდი პრობლემა იყო განსაკუთრებით საქართველოში ეს, ხო? მაგრამ დღეს პრაქტიკულად 95%-იანი განკურნება აქვს. 100 ადამიანი, რომელიც იმკურნალებს, 100-დან 95% განიკურნება სრულად და ის 5%-იც განიკურნება მნიშვნელოვნად. შესაბამისად, უზომოდ დიდი გარღვევა მაშინ, როცა ჰეპატიტი C პრაქტიკულად იყო დაუმარცხებელი დაავადება, ჯერ კიდე 20 წლის წინ მაგალითად. და ვერაფერს ვერ შრებოდნენ ჩვეულებრივ ეს ადამიანები იღუპებოდნენ. და ამ დაავადების მკურნალობაც არსებობს, ართრა თუ არსებობს ხელმისაწვდომია საქართველოშიც. შემდეგი რაც გაკეთდა არის სისხლის სიმსივნეები. სისხლის სიმსივნეების შემთხვევაში CAR T-cell თერაპია ქვია, რომელიც არის სიახლე, ეს ბოლო წლების ამბავია. და მაგალითად თუ 10-20%-იანი გადარჩენა იყო ამ სისხლის სიმსივნეების შემთხვევაში და ახლა ბავშვების სისხლის სიმსივნეები პრაქტიკულად დამარცხებულია, ბევრი ბავშვების ლეიკემიები მაგალითად, ბევრს ძალიან მაღალი პროცენტი აქვს გადარჩენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ბევრიც კიდე ახლო მომავალში იქნება დამარცხებული. სისხლის სიმსივნეების ეფექტურობა, მკურნალობის ეფექტურობა აი CAR T-cell თერაპიით ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა რა, 70-90% გაიზარდა რემისიების შანსი, რაც ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ადამიანი რჩება ისე, რომ სიმსივნე არ დაბრუნდება.
და ბევრ შემთხვევაში საერთოდაც გაქრება. შესაბამისად, მაგალითად 50%-ზე მეტი ალბათობით არის 5+ წლიანი ის რემისია, აი ამ ქართის თერაპიით ნიშნავს, რომ ანუ 50% შემთხვევაში არ დაბრუნდება სიმსივნე 5 წლის მერეც კი, რაც სიმსივნეებში ძალიან კარგ მაჩვენებლად ითვლება, რაც ასევე წარმოუდგენელი იყო ცოტა ხნის წინ. იგივე ითქმის ზუსტად ბავშვთა ლეიკემიაზე, ძალიან დიდი პროცენტით გაიზარდა მკურნალობა და მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ უფრო მეტად 100%-ს კიდევ უფრო მიუახლოვდება. ამ ეტაპზე მაგალითად 90%-ზე მეტიანია 5 წლიანი განარჩენა, რაც კიდევ ეს არნიშნავს, რომ მარტო 5 წელი კი არ ცოცხლობს ადამიანი, ბევრი ადამიანი ცხოვრობს მთელი ცხოვრება ჩვეულებრივ თანამედროვე მკურნალობის პირობებში. შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც გაკეთდა, არის პაპილომავირუსის ვაქცინა, რომელიც აი ახლა ახალგაზრდებს რომ უკეთდებათ და რატომ მნიშვნელოვანი, რომ პაპილომავირუსი პასუხისმგებელია საშვილოსნოს ყელის სიმსივნეებზე და პრაქტიკულად 90%-ზე მეტიანი დაცვა ამ სიმსივნის თუ ამ ვაქცინას გაიგებს ადამიანს. ერთი მნიშვნელოვანი სიმსივნე, რომელიც ქალებში საკმაოდ დიდი პროცენტულობა ქონდა სიკვდილიანობის, პრაქტიკულად იქნება პრევენცირებადი სრულად. შესაბამისად, იქნება კი არა, არის და მომავალში ნავარაუდევია, რომ ეს პაპილომავირუსი, რომელიც მთავარი გამომწვევია საშვილოსნოს ყელის სიმსივნის, კიდევ სხვა სიმსივნეებისაც იქნება დამარცხებული. ასევე თრომბექტომია არის მაგალითად იშემიური ინსულტის დროს თრომბის დაშლა და თრომბექტომია შესაძლებელი გახდა, რაც არ იყო აქამდე, იყო ჩანასახავად მდგომარეობაში და ეხლა ძალიან აქტიურად გამოიყენება, რომელიც სრულად ადამიანის სრულ აღდგენას აუმჯობესებს ძალიან მნიშვნელოვნად და სიკვდილიანობა ინსულტით შეამცირა დაახლოებით 40%-ით და მნიშვნელოვნად შეამცირა ასევე უნარის შეზღუდვა იშემიური ინსულტის შედეგად. შესაბამისად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ხელოვნურ განაყოფიერებას და ესეთ საკითხებს აღარ ვამბობ, რომელშიც ასევე დიდი წინსვლა არის ძალიან და ეს მედიცინა, რეპროდუქციული მედიცინა ძალიან მნიშვნელოვნად განვითარდა, რომელიც ასევე დიდი პრობლემა იყო. პოლიოს ვაქცინამ პრაქტიკულად პოლიო ამოკვეთა პრაქტიკულად დედამიწიდან, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემას იწვევდა, პარალიზს მაგალითად და თითქმის 99% არის ამოკვეთილი უკვე დედამიწიდან პოლიო. აი ერთეულის შემთხვევები ვიღა ფიქსირდება მაშინ, როცა მსოფლიოში ჯერ კიდევ 30 წლის წინ მაგალითად 100,000-ობით შემთხვევები იყო და მნიშვნელოვან პრობლემას ქმნიდა. ასევე ჰელიკობაქტერ პილორი დამარცხებადი. ანუ ჰელიკობაქტერ პილორი, რომელიც იყო არის კუჭის წყულის მთავარი მიზეზი, მთავარი ბაქტერია, რომელიც კუჭის წყულს იწვევს და ადამიანის მუდმივად ეს წყული ემართებოდა მე გართულებები და ასე შემდეგ და ხან ოპერაციას იკეთებდნენ მე რამდენიმეს და დღეს აი ეს არის მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, არსებობს პროტოკოლი ამ მკურნალობის და ნებისმიერ ადამიანს ვისაც კუჭის წყული აქვს ძალიან მაღალი ალბათობით დამარცხება კუჭის წყულის შესაძლებელია მკურნალობა ანტიბიოტიკებით, რაც მნიშვნელოვანია. სურფაქტანტის თერაპია ბავშვებში, ბავშვთა სიკვდილიანობა შეამცირა ძალიან მნიშვნელოვნად, განსაკუთრებით ახალ დაბადებული ბავშვები, რომელსაც გაგიეთალა ფილტვები არ ეხსნება და ეგ ძალიან დიდი პრობლემა იყო, ვერ გადარჩებოდნენ ეგეთი ბავშვები და იუპებოდნენ და ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვნად არის პრაქტიკულად დამარცხებული. ანუ უზარმაზარი მიღწევებია, მედიცინაში, რომელიც
ეხლა შეიძლება თქვენ კონკრეტულ ადამიანს სურფაქტანტის თერაპია დიდად არ გაგიათ, მაგრამ საუბარია 100,000-ობით ბავშვზე, 100,000-ობით ბავშვია, რომელიც ცოცხლობს, რომელსაც არ უნდა ეცოცხლა 30 წლის წინ. ასევე არის წინსვლა ორგანოების გადანერგვაში, დიდი პრობლემა იყო, ორგანოების გადანერგვა შესაძლებელი იყო, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა იყო rejection ქვია, ანუ ორგანიზმი რომ არ იღებს ამ ორგანოს გადანერგილ ორგანოს და ძალიან დიდი მაგალითად სადღაც 30-40%-ით გაუმჯობესდა აი ამ ორგანოს მიღების ალბათობა წინარე წლებთან შედარებით და 30 წელს აღარ ვადარებ, ბოლო რამდენიმე წელს გულისხმობ, რაც ასევე ძალიან დიდი დამსახურებაა და დიდი შედეგია. ხო, ну, რეპროდუქციულ მედიცინაში კიდევ ვთქვათ Viagra, რომელიც დიდი მონაპოვარია ეს ბოლო 10 წლების, ადრე პრაქტიკულად არ იყო ეს და შეიძლება ისე არაფერი არ ჩანს, მაგრამ ბევრი კაცის ცხოვრებაზე ძალიან მნიშვნელოვნად იმოქმედა და მნიშვნელოვნად მოქმედებს. ბავშვებში meningit-ის ვაქცინა, meningit-ი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიკვდილიანობის მიზეზი იყო ბავშვებში და meningit-ის შემთხვევები 90% არის შემცირებული, რომელიც ძალიან სერიოზულად საათების განმავლობაში მძიმდება და ძალიან ადვილად იღუპება ადამიანი meningit-ით. მისი ვაქცინები არსებობს და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. და რო შევადაროთ ადამიანები კიდე ხო არის სულ ამბობენ რომ ისა ჩვენ ადრე იყო ყველაფერი ჯანსაღი, ეხლა მაგალითად და იმასაც ამბობენ რომ ეხლა მედიცინა აკეთებს ყველაფერს რომ ადამიანმა არ იცოცხლოს, დაგვიბინძურეს გარემო და ესე ხო და ძალიან მარტივი აი ამ ადამიანებისთვის მაქვს ძალიან მარტივი კითხვა რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა სოფლიო მასშტაბით 1990 წელს იყო საშუალო, იყო 65 წელი. დღეს არის 73, ანუ 8 წლით მეტ ხანს ცოცხლობს საშუალო მსოფლიოდან დახუჭო თვალი და აირჩიო ესე ადამიანები და საშუალო გამოიყვანო, საშუალოდ 8 წლით მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე ცოცხლობდნენ იმ 1990 წელს. უზარმაზარი მიღწევა. თუ ვიტყვით რომ მაგალითად მხოლოდ მდიდრები იკეთებენ ამას თავისთვის, მაშინ ამის თქმა შემიძლია რომ ამერიკაში მაგალითად ბოლო 30 წელიწადში მხოლოდ 4 წლით გაუმჯობესდა სიცოცხლის ხანგრძლივობა, მაგრამ სოფლიოში 8 წლით გაუმჯობესდა. ანუ სოფლიო სიამოვნებაში ბევრად დიდი benefit-ი, ბევრად დიდი სიკეთე ნახა სოფლიო მედიცინის გაუმჯობესებით ვიდრე ამერიკამ. ანუ იმ დიდარმა ქვეყანამ, რომელსაც ბევრ ამას აბრალებენ, რომ თავისთვის უნდა ყველაფერი და მათ შორის ამერიკის კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, მედიცინაში დიდი წილი აქვს და ამ მონაპოვარმა, რომელიც დასავლური სამყაროს მონაპოვარია, ბევრად დიდი შედეგი მოუწია მთელ მსოფლიოს ვიდრე თავის თავს. იგივე ევროპაში, დასავლეთ ევროპაში სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 6 წლით, მსოფლიოში გაიზარდა 8 წლით. ანუ არა მარტო ეს განვითარებული ქვეყნები ნახულობენ მოგებას და მოგებას გულისხმობ სიკეთეს ამ მედიცინის განვითარებით, არამედ მსოფლიო ნახულობს. ამიტომ ის საუბარი რომ ისა აი აბინძურებენა ჩვენ დახოცვას უნდათ და ესე რანაერად მაშინ როცა ახლა ადამიანი ბევრად დიდხანს ცოცხლობს ვიდრე ოდესმე არასდროს დედამიწის ისტორიაში არ ყოფილა პერიოდი რომ ადამიანს ამდენ ხანს ეცოცხლოს საშუალოდ არასდროს არ ყოფილა არასოდეს ანუ 60 წელს რო აცილდებოდა ადამიანი ძალიან დიდ მონაპოვრად მიიჩნეოდა პალეოლითურ ხანაშიც, მაშინ როცა ადამიანები სრულიად ჯანსაღ გარემოში იყვნენ და ჯანსაღად იკვებებოდნენ. ასე რომ უზარმაზარი მიღწევები აქვს მედიცინას, რა თქმა უნდა, არის გარემოს დაბინძურება, ამას კი არ უარყოფ მე, მაგრამ ის რომ მედიცინა მუდმივად ცდილობს რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხიც და ხანგრძლივობას გაუმჯობესდეს, ეს ფაქტია და ახლა ამისი უარყოფა არის ძალიან
თავის დაბრმავება, ან უბრალოდ რომ შერჩევითად, ანუ არ გინდა ფაქტებზე საუბარი და გინდა უბრალოდ რომ რაღაც ემოციურად ვიღაცას აგინო და ვიღაცას ანძღო, ეგ არის, ეგ ლოგიკაა, სხვა არაფერი. თუ ოდნავ მაინც თუ რეალობას შევაფასებთ ობიექტურად, მედიცინამ ძალიან დიდი ნაბიჯი გაიარა. გავაკეთებ ვიდეოსაც მომავალში აუცილებლად რას უნდა ველოდეთ შემდეგი 5 წლის განმავლობაში პროექციას სიახლეებს და საინტერესო იქნება და გავაკეთებ კიდე რას უნდა ველოდეთ შემდეგი 30 წლის განმავლობაში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.